სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო აი, რადგინდოდა ეს ბჟავე ვაშლი რო დაკრეფე, აქ არისო? მე თვითონ გამრევლია. არ გინდა? არავე კუჩს მიღიზიანებს არ შეიძლება. ბავშვობის გემოს გაგახსენებს? გაგახსენებს, აბარა. არ გახსოვს სტუდენტობაში რო პატიჟებდი ხოლმე სულ მაგ ხეზე იჯექი და ვაშლს ჭამდი. ისევ ახალგაზრდა მგონია თავი. ახალგაზრდა ხარ, აბარა, არც ბებია ხარ და არც დედამთილი და. ერთი ეს ბიჭი დააყენებდეს საშუალს რამეს და აღარც ბებიობას ვჩივი და აღარც ახალგაზრდობას და აღარც ციბერეს. დაანებე ამ ბიჭს თავი რა. რა დროს ნიკას ცოლი და შვილია, კარგი რა. ეთო, ეხა თუ არ არის დრო, აბა როდის ღა არის? დრო ილაპარაკებ ეშველება რამე? ეგრეც ნუ იტყვი არის ერთი ვარიანტი. აბა? ოღონდ გეხვეწები რა ეთო. მარისთან არ წამოგხსდეს. ეგენი ხო იცი როგორ მეგობრობენ და პუტუნობენ ერთმანეთში. აი, არაფერს არ ვიტყვი. ადრე რო გიყვებოდი, გახსოვს? ნიკას რეზიდენტია თქო, ლიზა. კი, მახსოვს. მოკლედ, რამდენჯერ შევამჩნიე, ისე ეკურკურებიან ერთმანეთს, აშკარად მოწონს. დარწმუნებული ხარ? გოგო, შენ მე არ მიცნო? გახსოვს მე-10 კლასში ნანას და ვაჟას ამბავი. ეგრევე რო გავფაქტე. კაი, მერე? მერე? ახლა მოგიხსენება მე ესე არ გავჩერდებოდი. გავიკითხე, გამოვიკითხე და ყველაფერი გამოვარკვია. ნუნუ. ელენე, იცი რას ეძახის შენაერ ადამიანებს? რას? ვეცა სტაკერი თუ სტალკერი თუ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი არ მithქვამს. აბა? ლელა გახსოვს შენ? ჩემი თანამშრომელი. ის შაურიმანი. ხო. მოკლედ აღმოჩნდა რომ ლელა და ლიზას დედა მეგობრობენ. მეგობრა დედა, ხო, მერე? ხო და გამოვარკვიე, ბებია, ბაბუები აკადემიკოსები ყოფილან. მამა ცნობილი ქირურგი, ერთ სიტყვით კაი ოჯახია რა. ნუნუ. ეხლა არ მითხრა რომ კი. დღეს ამოდიან საღამოს. აიმე გაგიჟდება ნიკა. აფერი არ გაგიჟდება. პირიქით გაუხარდება, ვიცნობ მე ჩემ შულს. ნუ არა ვარ დარწმუნებული რომ სწორად იქცევი. ჩემი არ ჯერა? ჯერა. გამითალე ერთი მეც ამ ნერვიულდი. პატარა? It's okay. Someday I'm gonna be with you. Oh. დედა. მე შენ აღამ გამოგაშტერა გოგო. არ არის ეგეთი ადვილი ლონდონში წასვლა. არა. ვალენსიაგას კაბის ფული გადავხო და მასწავლებელს. ხო. არა, ჩემო ქმარმა ხომ გაგიშდი. ხოჭრა ფსიქია ეგეთ რაღაცაებში არ იცის. იცი რა, ინგლისს ხო ვიზა აქვს, თორე ეგ საკითხი არც დადგებოდა. ხო, ნუ ნაკლები დრო და ნაკლები წვალება დაჯდა რა. ხო, ნუ მე ხო ხვდები ხა იქ კარგი ენის ცენტრის პოვნა, კატოს მარტო გაშვება, ნუ რაღაცა. ხო. თან მაგათ ხო იცი რომ ვალუტა სტერლინგებში აქვს ხო და წარმოედგინე ხა კატოს მასწავლებლისთვის მაგის მესამედიც არ გადამიხდია. ხო. კი, გადასარევად დაისვენა. ენაც ისწავლა, მშვენივრად მოგთახთოვნებული ჩამოვიდა. ხო. იცი რა არის, თან თავიდანვე რომ დაველაპარაკე ამ მასწავლებელს, ნუ აი არანაირი პრობლემა არ შექმნილა.
კი, კაცო, ეგრევე დათანხმდა, რომ კატოს გაემარჯვა. ხო, და მომავალშიც თუ გამოჩნდება ეგეთი რაღაცა, შენზეც დამემოყარაკები. ეკა! 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 რა გახრიალებს? ვერ დამირეკე? ჩამოდი სურპრიზი. რა გინდა რა? ჩამოდი თქო. მაცადე ჩავითმევ და ჩამავალ. როგორ დამხალა? რა გახრიალებს რა? ამ შუა ქუჩაში სირცხვილია. მოდი შეხედე. ეს არის? აბა როგორია? ხადაო? ძალიან მაგარია. ხო დარწმუნდი ახლა. ყოჩახ. შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი შენ? აი, როდის იყო ხუმრობ? კაი არ გინდა ეხა ეგეთები. მშვიდობაში. რა მშვიდობაში მელოდება მყიდველი. ანუ მართლა შეგძლებია რაღაც. მომე გასაღები სანამ წაიყვან, დავჯდები. აიცა, რა გასაღები დაალეწა. რას დავლეწავ შულა, ხო არ დაგავიწყდა კანადური მართვის მოწმობა რომ აქ. ხო და წადი და კანადაში იკატავე. ხშენი. ოხ, რა კაია. გააცილე? აი მე რამდენი ილაპარაკა ძლივს ჩავსვი მანქანაში. გიჟდები როგორ არ ეზარება კვირაში 3 ჯერ წინ და უკან სიარულის. ჩებოდეს მაინც. გიჟდები რა, ნონოზე. თქვენი მეგობრობა ყოველთვის მაგალითი იყო ჩემთვის. ხო, მართლა უმაგრესი მეგობარია. შენც ხო ყავს ესეთი მეგობრები? ეკა და ანა. კი, მყავს და ძალიან მიხარია. დედი. არაფერს არ ვაკეთებ, მომეცი რა გავთვლი. არ მინდა და ეყავა გავთვლი. აბა სოფლის კვერცხი, აფად! უკაცრავად, მაგრამ უნდა გაწყენილოთ. ჩვენ ისეთი მეზობელი გვყავს, რომ საერთოდ არ ყიდულობთ პროდუქტს. მაშაყირე ხო, მაშაყირე რა ენა გაქვს რა. მარი დედიკო, შეინახე ეს კვერცხი და მოიგე. კარგით რა, შეიძლება ესე შეწუხება. ყოველდღე მოგაქვთ პროდუქტი ჩვენთან. არ წუხდები მე საერთოდ. ჩემიანები ხართ და რა პრობლემაა? ორსული რძალი ყავთ, იმას ჭირდება, ახლა კარგი კვება. შენ მაღაზი არ ინერვიულო, ყველა დაპურებული და ნაჭამნასო მიმყავს მე რა. ამ ჩემზავს მაიას რა, მარტო ბავშვის გამო კი არ აქვს წამობზეკილი ის მუცელი. შენ მეც გამასუქებ და მარიცაც. შენი რა გითხრა, მაგრამ მარეს კი ჭირდება ცოტა დაბერვა. აი, ყურა გაკურებული მიყურებ, კაცო, ამ ერთი ბავშვის შემყურე რო ხარ, ზარჩენილი მთელი ოჯახი. ელენიკოს ძმა არ ჭირდება. ეგ კი კარგი იქნებოდა. აბა, რას ვამბობ? ხო და დღეს საღამოს მომდის ისეთი სტუმარი. ვის სტუმარი? ზუსტად მეტყვის მაგაზე პასუხს რა. მოკლედ, რაიონში არის ცნობილი მკითხავი რა. არა, ისეთ კი არა ხა შაშანო ჩამოათრიეს ვიღაცა დილეტანტი. შაშანაც იყო? ო, მაგრამ ეს არის თურმე სასწაული რა, პირველია რაიონში. შემდეგი ორსულობა უნდა ამკითხავა. რა კაცო, რა შემდეგი ორსულობა, ნუ გამაგიჟე ხა მე რამდენად შეიძლება ეს ორსულობა? ეს ბავშვების გაჩენა და გაზდა ფაფიჭამა ხო არ არის არა? მე გულის. მოკლედ, ბავშვის სქესი უნდა გაგვიქოს. მკითხავნა? აბა? თან რა მკითხავია იცი? ნონა, და ეკოსკოპია რო გეცადათ უფრო ზუსტი არ არის. მე შენი ჭირი მე შენ გენაცვალე რა, არ მიხსენო ეხოსკოპია. რატო? რა? არ იცი? მოკლედ, არ ვიცი ხა მანდ როგორ ხდება და რაღაცა, მაგრამ დიდ მახინაციებს აქვს ადგილი რა. აი ამ დასხივების დროს თურმე შესაძლებელია რომ ბავშვს შეეცვალოს სქესი. და რა სქესი? შეიძლება გენეტიკაც მიყვეს თან. ხო და მინდა ეხლა მე გენეტიკა შეცვლილი ბავშვი, კაცო? აბა. და მკითხავი ზუსტად გეტყვით, ხო? თან რა მკითხავი? შენ გადმოდი საღამოს და შენ თვითონ ნახავ და რო ხარაზე გადაჩიკინებული რაღაცის ბრალია ეგ და იქნება შენს გითხრას. არა, ამას არ ცალია. დიდი ბავშვი, მეორე უკვე ვყავა. ნუ რა ვიცი ხა მე გითხარით და თქვენ როგორ. დიდი მადლობა ნანადეიდა, მაგრამ არ მინდა მართლა. არ გინდა და ნუ გინდა. იყავი მასე.
მოუკვდი გოგო შენი წვალების ყურებით მომეციეს კარტოფილი აღარ დარჩა არაფერი ნახე გოგო გააყოლა ყველაფერი ნახე აი რა არის ეკონომიურად ჩვილო ეკონომიურად ვერ ისწავლე წამალი რა ქონა დასალევი დალიე დამავწყდა დედა მომიტანე რა გქო. მოუტანე ხო მოუტანე ოქრო ყავს ოქრო ბაჯაღლო. გაბერვა მაინც ჭირდება კატო აი მე დედა რა არის ეს? კაი არა უშავს მე ავალაგოთ წამო ავალაგებ. დედიკო რა ხმა ეს? წამოდი შენი საყვარელის მუსიკა ვაკეთე და მე ბატუტებზე წავიდეთ გინდა? არ მინდა. ამას მაინც ავალაგებ ჩემით. კიდე რისი გაკეთება გინდა შენით? ჩემნაირი სმუზი მაინც არ გამოგივა. წამო. მაგალითად ინგლისურის გამოცდის მოგება მინდოდა ჩემით. ანუ დედა ლონდონში ხო იყავი? დედა, მართლა ფული გადაუხადე ამერიკულ მასწავლებელს რომ მომეგო? საიდან მოიტანა? ანუ მართალი ვარ. დე შენ ჯერ პატარა ხარ და რაღაცეები არ იცი. ხო, მაგალითად ინგლისური. კაი რა დედა რა. ესე იყო საჭირო დამიჯერე. მთავარია რომ ლონდონში იყავი, რამდენი ცოდნით დაბრუნდი, რამდენი მოგონებით ხო ხედა? კატო დამიჯერე.